მოგესალმებით, ეთერშია BMG ავტოშოუ ნიკა შელიასთან და გიორგი დანელიასთან ერთად. დღეს გადაცემაში იხილავთ. რა ხდება ავტოინდუსტრიაში და რა საფრთხის წინაშე ვართ? საქართველოსაც ეხება ეს თემა, რომ შემოდის ჩინური აირბაგები. შემცველობა ისეთი აქვს, რომ აალების რისკი აქვს ძალიან დიდი და გარდა ამისა, გახსოვს აკატას რო ქონდა ძალიან დიდი გაწევა ამ აირბაგებზე, ნაფლეთებს რო ისრო და აი მსგავსი რაღაცა ჭირს. თუ არ ვთქვი დაღუპული არის 5 ადამიანი, ხო? ამერიკაში დაიღუპა 5 ადამიანი, როგორც ვიცი, ერთ-ერთი Chevrolet Malibu იყო 2020 წელს არის ეს შემთხვევა მომხდარი და რომელიც გაიხსნა და ნუ ამ შემთხვევაშიც ნაფლეთები ისროლა და ნუ ამ ნაფლეთებმა გამოიწვია მსხვერპლი. გავტესტეთ ახალი Alfa Romeo Stelvio, ბევრ საინტერესო და ტექნიკურ დეტალს მოგიყვებით ამ ავტომობილზე. ყველაზე საინტერესო არის ის, რომ ამ ავტომობილს სიმძიმის ცენტრი აქვს ძალიან დაბლა. ზუსტად ამიტომ იმართება ეს ავტომობილი შესანიშნავად და თან ყველაზე საინტერესო ძრავი მაქსიმალურად არის შეწეული ბაზაში. აი ამის აქეთ უკვე არის ცხვირი, სადაც არის მხოლოდ და მხოლოდ რადიატორები და გაგრილების სისტემა. Top Speed-ის რუბრიკაში შევადარეთ ერთმანეთს სპეისერები. რა შიგთავსით გვხვდება საქართველოში სპეისერები და როგორი წარმოება Top Speed-ის სპეისერი. გიორგი დანელია გატეხავს, გაჭრის და განახებთ თუ რა მასალით მზადდება სპეისერები. რა განსხვავება დაპრესივ ალუმინს შორის და მყიფე ალუმინს შორის? კი, საკმაოდ ცხელია. აი ეს სხვაობა არის მეგობრებო, ეგრეთ წოდებულ ნაწრთობ ალუმინს და მყიფე ალუმინს შორის. ჩვენი სტუმრები იქნებიან მამაშვილი პროფესიონალი ავტომრბოლელები არჩილ და ანზორ ბიძინაშვილები. თქვენი შვილი იღებს მონაწილეობას პროფესიონალურ შეჯიბრებებში, ხო? აი, როგორ უყურებთ ამ ყველაფერს? გინდათ რომ გაყვეს რისკები, რომ არის საფრთხეები, რომ არის, ანუ ამის შიში თუ გაქვთ? პრინციპში მან უსაფრთხოდ ხარ რა უფრო რა არა დიდი სიჩქარე მაინც რა იმაში რა ლილოზე რა და რუსთავში კი და რუსთავში თუ მიიღებს მონაწილეობას იქ დადუგული მანქანით ივლის და იქაც უსაფრთხოდ იქნება სპეციალური ფორმა გაცვია შლემი, ჰანსი გიკეთია და პრინციპში ისეთი ასაკია რომ უნდა დაიწყო 14 წლიდან და ჩაერთო. მე ჩავერთი ამ სპორტში, ვიყავით 11 წლის. პირველი მანქანა რაც ყავდა, Honda იყო Civic-ი. 1 და 5. ყველაზე ძაღლი მოტორი. მე მივახციე რამე შედეგს და მე გავახცე და გავყევი ესე სპორტი. ასე რომ დაგველოდეთ წინ ძალიან საინტერესო 1 საათი გელოდებათ. მოკლედ, ძალიან საინტერესო ინფორმაცია შემხვდა, შენ თუ იცოდი 1950-იან წლებში კონცეპტუალური მანქანა შექმნა Ford-მა. ეს არის Ford ნუკლეონი, რომელიც მუშაობდა რაზე თუ იცი? ურანზე. და ერთი ამ სავსე აუზი როგორ თქვა დამოხტული ურანი თუ სავსე აუზი რაც ატომური რეაქტორი იყო შიგნით და ის გამოიმუშავა 8000 კილომეტრს გადიოდა. ხო, ჩემაც ძალიან საშიში იქნება ურანზე მომუშავე ავტომობილი, მით უმეტეს საქართველოში. კატალიზატორი აღარ დავტოვეთ არც ერთ ავტომობილში და ურანს დავტოვებდი. ეგრევე გაიტანდნენ, გაყიდდნენ. ანუ იმედი მაქვს, რომ საბოლოოდ უკვე ისე განვითარდება, რომ ურანს არა, მაგრამ აგერ Toyota-მ წყალბადზე დაიწყო მუშაობა და საკმაოდ წარმატებულად და ხო, მეც ველოდები. ნელ-ნელა ვითარდება და მეც იმედი მაქვს, რომ მალე გადავალთ წყალბადზე. ძალიან მწვავე პრობლემა არის, საქართველოსაც ეხება ეს თემა, რომ შემოდის ჩინური აირბაგები. ძალიან საშინელი რაღაცა არის ეს. საქმე რაში ესე ვთქვათ, შემცველობა ისეთი აქვს, რომ აალების რისკი აქვს ძალიან დიდი და გარდა ამისა ან თვითონ გახსოვს აკატას რო ქონდა ძალიან დიდი გაწევა ამ აირბაგებზე, ნაფლეთებს რო ისრო და აი მსგავსი რაღაცა ჭირს. თუ არ ვთქვი დაღუპული არის 5 ადამიანი, ხო? კი, ამერიკაში დაიღუპა 5 ადამიანი, როგორც ვიცი, ერთ-ერთი Chevrolet Malibu იყო 2020 წელს არის ეს შემთხვევა მომხდარი და რომელიც გაიხსნა და ნუ ამ შემთხვევაშიც ნაფლეთები ისროლა და ნუ ამ ნაფლეთებმა გამოიწვია მსხვერპლი. წარმოიდგინე, მიდიხარ რაღაცა 50 კმ/სთ. 58 კმ/სთ-ით მოძრაობდა ეს ავტომობილი. და ბრახდა ეგრევე იმაშვება, რა ქვია. თან იბერება არანორმალურად როგორც. კი, ძალიან ასე ვთქვათ, აირბაგი ხო იდეაში არ უნდა გაიბეროს ძალიან, რომ ადამიანი როდის მოხვდება სახეში და იჩუტება ეგრე.
ავტოს რა. ეს იბერება, რჩება გაბერილი, უაზროდ იბერება, ნაფლეთებს ისვრის და ნუ ძალიან საშიშია. საქართველოშიც იგივე სიტუაცია გვაქვს, მინდა ვთქვა. ეს აირბაგები როგორც ვთქვი ჩვენთანაც შემოდის, ხო? ჩინეთიდან შემოდის ჩვენთანაც, ვინაიდან და რადგანაც ჩვენი ერთ-ერთი საავტომობილო მომწოდებელი დღესდღეობით არის ამერიკა და არის ამერიკული აუქციონები, სადაც არის დამტრეული ავტომობილები. შესამოწმებელი არის აუცილებლად ვინ შეიძენთ ავტომობილს, რომ ნახოთ რა აირბაგი აყენია. იმიტომ რომ ერთმანეთს ძალიან გავს, თვითონ აკოპირებული არის. შეშემთხვევაში ისეთი არის, რომ ვერ გაარჩევა. უბრალოდ ბაზარზე ეზღირს დაახლოებით რა ვიცი 30-ჯერ უფრო იაფი ვიდრე ორიგინალი აირბაგი. სხვათა შორის ერთ სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა კიდევ, რომ Z4 აღარ გამოვა. ხა რო გითხრა Z4-ის გამოსვლა ძალიან მეწყინათ ხო, არ გამოსვლა ძალიან მეწყინათ ხო მოგატყუა. მე მომწონდა, ძალიან კაი ავტომობილია. ჩემი აზრით ძალიან კარგი როდსტერია, ზოგადად Z ვერსია BMW-ში, მაგრამ მე Z3 მყავდა და Z3-ის მოყვარული ვარ, ძალიან ისეთი. სხვათა შორის Z4-ზე მინდა აღვნიშნო ავტოსპორტში ძალიან კარგად იყენებ. დღესაც ძალიან ბევრი ადამიანი დადის და ძალიან მაგრა დადის და კარგ შედეგებს დებს რა. მაგიტო უფრო გამიკვირდა, იმიტომ რომ პოპულარული არის რეალურად Z4. მაგრამ ერთ რაღაცას ვიტყვი და იმედი მაქვს არავის არ ეწყინება. სხვა შორის სახშიც მაქვს ხოლმე ამაზე ძალიან ხშირი კამათი, რომ მე Z4-ს მირჩევნია Fiat 124 ან Miata. იმიტომ რომ Miata პირველად უფრო კიდე შეიძლება, მაგრამ Fiat-ი რა. იგივე არის Fiat 124 და Miata-ს ბაზა ერთი და იგივეა. კი, ვიცი, მაგრამ Fiat-ი არა. მაინც ლამაზია. ჩემი აზრით Fiat 124 ძალიან ლამაზი ავტომობილია და ნუ იგივე Miata. ნახე, ჩემთვის ახლა Fiat-ი პირველ რიგში რასთანაც ასოცირდება, არის Abarth 500. აი Abarth-ს ვერ ვიტან, რა გავაკეთო? რატო? არა, Abarth-ს მირჩევნია Mini Cooper. იმიტომ რომ Abarth-ი არის ჩემთვის, აი, არ ვიცი უბრალოდ, ანუ თუნდაც Fiat ისტორია აქვს მაგას რა. ვიცი რომ ძალიან დიდი ისტორია აქვს და რაღაცა, მაგრამ აი Fiat 500 ჩემთვის არის, არ ვიცი შეიძლება ვიღაცები მიყურებენ და ეწყინოთ ამას რომ, მაგრამ სიმახინჯე არა ჩვეულებრივ, როგორც BMW-ს i3 არის სიმახინჯე. ამბობს ავტომობილზეც, რომელმაც აიღო წლის ყველაზე რაღაცა ლამაზი ავტომობილის სტატუსი. აი მოდი Mini Cooper შევხედოთ და მე ვისაუბროთ Fiat 500-ზე, ეხა ეგეც არის გემოვნების საკითხი ჩვენ რაზე ვდავალთ რა, მოდი შევხედოთ. Cooper-ი არის ულამაზესი ავტომობილი, უმაგრესი ისტორიის მქონე ბრენდი არის თვითონ Mini Cooper-ი. არანაკლებ Fiat-ი. არანაკლებ Fiat-ი, მაგრამ ნუ Fiat-ი ყოველთვის იყო ბოდიში და მახინჯი ავტომობილი და Fiat 500 ყოველთვის დარჩება ჩემთვის. ეხა კამათში აღარ შემოვალ შეიტა. Fiat-ში რო დაждები და Abarth-ს გაატარებ, იტალიურად აგალაპარაკებს. ვიჯექი Fiat-ში ძალიან ბევრჯერ ნატარები ყავს, მაგრამ იტალიურად არ ვლაპარაკდი და პიცა როგორც მიყვარდა, ისევ მიყვარს ახლა. კაი, მოკლედ აღარ გავაგრძელოთ ამაზე კამათი. შეგვიძლია Alfa Romeo-ზე ვისაუბროთ. Alfa Romeo-ზეც გადავალთ, მაგრამ მანამდე კიდე ერთი მნიშვნელოვანი საკითხი მინდა დავსვა. Tesla-ს ამბები კიდე უკან მიდის რა. ევროპაში ჯარისკაცებსაც კი არ აქვს Tesla-ს ყოლის უფლება. ამერიკელ ჯარისკაცებს. ხო. მოკლედ Cybertruck-ი არის ჩემი აზრით, აი რა ვიცი, მე პატარაობაში უფრო ლამაზ ავტომობილებს ხატავდი. სკოლის რეოლში ვიდრე Cybertruck-ი არის. მოკლედ მესმის მაგ გადაწყვეტილების, ნუ ევროპელები ძალიან ცოტა სხვანაირად აღიქვამენ და უყურებენ რაღაცებს. ძალიან ოთხკუთხედი არის ეს ავტომობილი, მით უმეტეს ისეთი მატერიალისგან არის გაკეთებული, რომ ავარიული შემთხვევის დროს, ანუ ავარიის დროს შეიძლება ადამიანი ძალიან დააზიანოს, ასე ვთქვათ რა. და ნუ არანაირ ნორმას და სტანდარტს არ უსაფრთხოება ევროპელების აკრძალეს მოსაზრებით, ასე ვთქვათ და შესაბამისად თუ გერმანიაში, ასე ვთქვათ, ცხოვრობენ ამერიკელი ჯარისკაცები, მათაც აუკრძალეს გადაადგილება Cybertruck-ით. ნუ Tesla-ზე რა შეიძლება რომ ვთქვა, Tesla-ზე იცი რა არის, აი ჩემი აზრით ისეთ ბრენდად ჩამოყალიბდა, რომელიც ვერ განვითარდა რა. ანუ არ ვითარდება და ერთ ადგილას. ასევე აღარ იყიდება, იმიტომ რომ ძველმოდური დიზაინი აქვს. კი, ძალიან ძველმოდური დიზაინი აქვს. აი, ჩინელებთან მივდივარ ისევ რა. ანუ წარმოიდგინე ჩინელებმა როგორი რაღაცა გააკეთეს. ევროპელი დიზაინერები, ევროპელი ძალიან მაგარია, Lamborghini დიზაინერი, Ferrari დიზაინერი, ადამიანებმა, რომლებმაც ერთ-ერთ ყველაზე საკულტო პირინფარნას ატელიე მუშაობდა, ეხლა რაზეა საუბარი. ერთ-ერთ ყველაზე საკულტო მოდელებზე რა დიზაინერმა იმუშავა, ის დიზაინერები წაიყვანეს
დაასაქმეს და ულამაზეს ავტომობილებს აკეთებენ. და ნუ აი ალბათ ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ Tesla-ს გაყიდვები ჩავარდა და თვითონ ბრენდიც უკვე ძალიან ამერიკაში ხო გამოკითხვა, მე მგონი დიზელი უფრო მეტ სურჩევნია ვიდრე ელექტრომობილი. ამერიკელები არიან როგორი ხალხი. იცი ამერიკელებს უყვართ დიდი ტრაქები, დიდი ჯიპები. მაგრამ სხვათა შორის დანო იქ ძალიან ბევრს დადიან. იმიტომ რომ ავტობანებია ისინი არის შეიძლება სამსახური ადამიანს ჰქონდეს 200 კილომეტრის იქით. წარმოიდგინე ამერიკელი ფერმერი, რომელიც Tesla-თი დადის. ხო, ეგ წარმოუდგენელია. მას ყავს რაღაცა Dodge Ram-ი ან Ford Raptor-ი ან რაღაცა მსგავსი და ნუ ამერიკულ სიტუაციასაც მე მგონი უფრო უხდება რა. კი ბატონო. კაი, მოდი, გადავიდეთ ახლა უკვე შენ test drive-ზე. გადაიღე Alfa Romeo. Stelvio. ეს არის SUV. როგორ მოგეწონა ჯერ ეგ მითხარი. მე Alfa ზოგადად ძალიან მომწონს, ულამაზესი ავტომობილები ყავდათ და ყავთ. Stelvio არის, რა ვიცი, ძალიან ბევრი SUV მაქვს გადაღებული. თითქმის ყველა გვიტარებია გადაღების პროცესში ცოტა სპორტულად, თუ ძალიან სპორტულად არა, ცოტა სპორტულად და აი ამ ცოტა სპორტული ტარების მართვის დროს შენ უკვე ხვდები ზუსტად და გრძნობ შენი სხეულით იმას, როგორ იმართება ავტომობილი, რა შეუძლია და ასე ვთქვათ, როგორი ტიპაჟი არის, როგორი ხასიათი აქვს. Alfa-ს ახლა ყველას ხასიათი აქვს, მაგაზე ვიზუალი ძალიან მომწონს და ხასიათიც ძალიან მაგარი აქვს და ნუ ვიდეოშიც ხსნი იქ რაღაცებს, რატომ და რისთვის შეიქმნა ეს ავტომობილი, ტექნიკურად როგორ არის აწყობილი და ძალიან საინტერესოა. ეს ძალიან საინტერესოა, რომ თვითონ ძრავით ძალიან საინტერესოდებს, ხო, ამ ავტომობილში. მაქსიმალურად არის ბაზაში შესული და ეგრეთ წოდებული ბაკავინების წინ არ არის. საჭის მექანიზმი ძალიან მოკლე არის. 1.5 ბრუნში უკვე მთლიანად არის დაკეცილი. რა მაგარია. ამაზე ვოცნებობ ხოლმე, რომ სიტყვაზე ჩემს სპორტს ეგ კონდეს. აი, ძალიან მაგრად იმართება და თან ისეთ ადგილებში ვიყავით, რომ ანუ ამ ხელას სიმძიმის მქონე ავტომობილი რომ ესე ფაფუკად მოყვება ძალიან მაგარი. კი, ეგ მართლა მაგარი შეგრძნება. იაგელებს არ ეშლებათ ავტომობილის ხასიათის შექმნა, ასე ვთქვათ და სახასიათო ავტომობილების შექმნა და ზუსტად ესეთი სახასიათო ავტომობილი არის Alfa-ც რა. კი ბატონო, კაი, მოკლედ, ძალიან არ გავაგრძელოთ, ნახოთ სიუჟეტი და დაგიბრუნდებით ისევ სტუდიაში. როგორც მოგეხსენებათ, იტალიელები განთქმულნი არიან სპორტული ავტომობილების წარმოებაში. გამონაკლისი არც Alfa Romeo-ა, Alfa Romeo-ს ძალიან დიდი ისტორია აქვს. მეორე მსოფლიო ომის დროს Alfa Romeo იყო ერთ-ერთი წამყვანი სპორტული ავტომობილი, იღებდა ძალიან ბევრ ბოლებში მონაწილეობას, ჰქონდა ძალიან ბევრი ჯილდოები. მოკლედ, ზუსტად 3 საათი არის, რაც ამ ავტომობილით დავდივარ და ერთ რამეს მივხვდი, რომ იტალიელებმა ნამდვილად იციან თავისი საქმე და მათ ნამდვილად შეუძლიათ ერთ-ერთი საუკეთესო ავტომობილების შექმნა. Linee muscolose, scolpite dal vento stesso. Ogni curva è una scena e tu sei il protagonista. Un tocco leggero sul volante. Il suono profondo del motore non è più solo un viaggio. È passione italiana in movimento. Alfa Romeo Stelvio. Quando un'auto diventa carattere. ზოგადად არ მიყვარს ხოლმე ავტომობილების ერთმანეთთან შედარება. ვინაიდან და რადგანაც ვფიქრობ, რომ ყველა ავტომობილი არის ინდივიდუალური და ჩვენ მომხმარებლებმა უნდა ავირჩიოთ ჩვენს გემოვნებაზე მორგებული ავტომობილი. ძალიან ბევრი SUV არსებობს მსოფლიო მასშტაბით, ძალიან ბევრი ახალი მწარმოებელი შემოვიდა, ასე ვთქვათ, ბაზარზე. მაგრამ აი იტალიელებს თავისი პეცი, ასე ვთქვათ, მაინც აქვთ და მაინც აი SUV-ც კი ესეთი ლამაზი არის, ესეთი დახვეწილი არის და აი რო დავინახე, ეგრევე ძალიან ბევრ დეტალს დავაკვირდი და თითოეულ დეტალზე ეტყობა, რომ ამ ავტომობილზე ნამუშევარია. ანუ იტალიელებმა დიზაინი და მით უმეტეს ავტომობილის დიზაინი და მოდის დიზაინი ძალიან მაგრად იციან. პირველ რიგში სანამ ტექნიკურ ნაწილზე გადავალ ავტომობილის, მოდი მისი ვიზუალური მხარე შევათვალიეროთ კარგად და აგიხსნით, ასე ვთქვათ, რა მომწონს და რა არ მომწონს. ძალიან მომწონს Alfa-თვის დამახასიათებელი ეგრეთ წოდებული დისკები, რომელიც ძალიან უხდება და
მე ვთვლი რომ ერთ-ერთი ლამაზი დისკი არის, რაც კი შემხედრია. ჩემი აზრით ალფას ეს დისკები ძალიან დიდი ხნის წინ ქონდა უკვე ძალიან ბევრ საინტერესო ავტომობილზე და ამასაც ძალიან უხდება და ერთადერთი რასაც დავამატებდი და რასაც ვისურვებდი ეს არის რომ ოდნავ უფრო დაახლოებით 1 სანტიმეტრით რომ გამოწეული იყოს. აი ეს ძალიან იდეალური იქნებოდა. აი ეს გადასვლა რომელიც ძალიან მომწონს, აი ეს ფარის გადმოსვლა აქაც ძალიან უხდება. უკანა ნაწილზე ძალიან ბევრი საინტერესო რაღაცებია და მაგას ავხსნით ცალკე. მოკლედ, აქედან რო უყურებ, ძალიან კლასიკური, ძალიან აგრესიული და ასე ვთქვათ, რაღაც სპორტულით წაკრავს ამ ავტომობილს. კლირენსი ვერ ვიტყვი რომ ძალიან მაღალი არის და ამ ავტომობილით რაღაც უხეშ ოფროადზე წახვალთ და ტალახში და მსგავს ადგილებში ივლით, ამას ნამდვილად ვერ ვიტყვი, თქვენ თვითონაც ხედავთ რომ საკმაოდ დაბალი კლირენსი აქვს SUV-ისთვის და ჩემი აზრით ეს ავტომობილი არც არის იმისთვის გათვლილი რომ უხეშ ოფროადში შეაგდოთ, ტალახებში იაროთ და მსგავსი რაღაცეებისთვის გამოიყენოთ. კლირენსს იმიტომ შევეხე რომ ძალიან ბევრი ადამიანი, როდესაც SUV-ს ყიდულობს, გონია რომ SUV არის off-road car და თვლის რომ უნდა გაუმკლავდეს ძალიან ისეთ რთულ დაბრკოლებებს. არც ერთი SUV არ არის off-road car-ი, არც ერთ SUV-ს არ მოეთხოვება ის რომ ძალიან ესეთ რთულ დაბრკოლებებს გაუმკლავდეს და არც ეს ავტომობილი არ არის გამონაკლისი. მაგრამ ამ ავტომობილს აქვს ძალიან ჭკვიანი სისტემა, იმისათვის რომ ავტომობილი სასიამოვნო სამართავი იყოს, უნდა იყოს, რა თქმა უნდა, უკანაწამყვანი. და ეს ავტომობილი, როდესაც ყოველდღიურად გადავადგილდებით, ჩვეულებრივ სამოქალაქო გზაზე ან ავტობანზე, არ აქვს მნიშვნელობა, არის უკანაწამყვანი და არის ძალიან სახალისო სამართავი. მაგრამ როგორც კი შევალთ ისეთ რელიეფზე, სადაც უკვე გვჭირდება 4-ვე Q4 სისტემა ძალის გადანაწილებას ახდენს ზუსტად იმ თვალზე, რომელსაც ეს უფრო მეტად სჭირდება. აქედან გამომდინარე, ავტომობილი მოსახვევში როდესაც წვიმიანი ამინდია, ან როდესაც მოყინული არის, ან როდესაც ტალახია, იმართება სასწაულად კარგად. და აი ძალიან მაგარი ემოციები მოაქვს. მართლა არ მოველოდი, რომ ამ ავტომობილს და ამ წონის ავტომობილს ესეთი მართვა ექნებოდა და ცოტა გაუცებულიც დავრჩი. ძალიან რთულია ხოლმე, როდესაც თქვენ ავტობლოგერებს გვიყურებთ და რაღაცას ხსნით ხოლმე და რაღაცას გეუბნებით, ამ ყველაფერს ჩავწვდეთ და მივხვდეთ. ეს ყველაფერი რომ კარგად გაიგოთ, აუცილებლად უნდა გაატაროთ, ერთი დღე მაინც უნდა იაროთ და მერე გამოიტანოთ დასკვნა მოგწონთ თუ არ მოგწონთ. ანუ მე მომეწონა ძალიან და დარწმუნებული ვარ, რომ ისეთ ადამიანს, ვისაც ავტომობილში სპორტული ხასიათი მოსწონს და უყვარს, ძალიან მოეწონება. გადმოვედით უკანა ნაწილთან და აი ისეთი ტიპი რო ვიყო რა, აი რაღაცა რო უნდა რო იპოვოს ცუდი, აი არ ვიცი რა ვთქვა ისიც არ ვიცი. ყველაფერი არის ძალიან ლამაზი და ძალიან კარგი. არ ვიცი ხა შეიძლება ზოგს აი ეს სპლიტერი არ მოსწონს უკანა აი ამ ლამაზი გამოშვერებით, ცოტა აგრესიული ხაზებით, ასე ვთქვათ, მაგრამ მე ძალიან მომწონს და აი მეც და ნიკაც სულ აი ყველა ბრენდთან გვაქვს ხოლმე ერთი პრობლემა, რომ ავტომობილს ლამაზი მაყუჩი გაუკეთეთ და შეძლებიათ. ძალიან ლამაზია. მიუხედავად იმისა, რომ აქაც დაახლოებით იგივე ამბავი არის, რაც სხვა ავტომობილებში, ანუ ეს არ არის სრულფასოვანი მაყუჩი, აქ პატარა მილი არის და ეს მილი ჩანს, მაგრამ უკნიდან რო უყურებ, არ მაღიზიანებს და ძალიან ლამაზი არის და ძალიან დახვეწილი არის. რახან SUV არის, ალბათ ყველას გაინტერესებთ მისი საბარგულის მოცულობა. ავტომატურად იღება. მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ დიდი მოცულობის არის. ძალიან ბევრი რაღაცის ჩატევა შეიძლება შიგნით. ასევე აქ გვაქვს სათადარიგო საბურავი, გვაქვს 12 ვოლტიანი პორტი, განათებები, აქ პატარა ფარდა არის, რომელიც ძალიან კარგი რამე არის. და გვაქვს ღილაკი, რითიც იხურება. ეხლა კი გადავიდეთ ავტომობილის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილზე და რა თქმა უნდა, ეს არის ძრავი. ეს არის 2.0 ლიტრის მოცულობის ტურბირებული ძრავი, შიდაწვის ბენზინის ძრავი არის. ზედაყენია საკმაოდ დიდი ტურბოჩარჯერი და ასევე ყველაზე საინტერესო არის ის, რომ ამ ავტომობილს სიმძიმის ცენტრი აქვს ძალიან დაბლა.
ზუსტად ამიტომ იმართება ეს ავტომობილი შესანიშნავად და თან ყველაზე საინტერესო ძრავი მაქსიმალურად არის შეწეული ბაზაში. აი ამის აქეთ უკვე არის ცხვირი, სადაც არის მხოლოდ და მხოლოდ რადიატორები და გაგრილების სისტემა. ძრავი იწყება აქედან. ეს გვაძლევს იმას, რომ ავტომობილს აქვს ძალიან მაგარი წონის გადანაწილება, რაც უშუალოდ აისახება მის მართვაზე. პირველი, როდესაც ინტერიერში ხვდებით, საჭე. საოცრად ლამაზი საჭე არის. ძალიან მომწონს, ძალიან კარგი ფორმა აქვს, ხელში ძალიან კარგად ზის და ეს paddle shifter-ებიც ძალიან კომფორტულად არის. კარგია რომ დიდია, იმიტომ რომ ნებისმიერ მომენტში თუ საჭე, ასე ვთქვათ, დატრიალებული გაქვს, ან მოსახვევში ხარ, ან რაღაცა, კომფორტულია რომ სიჩქარე გადართო. ინტერიერი არის ძალიან ხარისხიანად აწყობილი, მინდა ვთქვა. ზედმეტი არაფერი არ არის, ყველაფერი არის კლასიკურ დიზაინში. აქაც ხელი ძალიან კომფორტულად მიდევს და ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც ძალიან ხშირად ბევრ ავტომობილში ვაკვირდები ხოლმე და ახალ ავტომობილებში უფრო ვაკვირდები ხოლმე. აი ეს იდაყვის დასადები არის რბილი და აი ხო შეიძლება რომ აი სხვა რაღაცაში გააკეთოთ ხოლმე ავტომწარმოებლებმა ეკონომია და აი ეს და ეს იყოს რბილი რომ აი აქ აი ამას კომფორტულად საჭეს ჩავავლოთ ხელი და კომფორტულად ვიმოძრავოთ. ყველაზე მეტად ის მომწონს რომ ზოგადად ესეთი დაბალი კუბატურის მქონე ძრავები არ გამოირჩევიან ხოლმე თორქის კარგი დიაპაზონით. ამაში იმას გულისხმობ რომ ან მაღალ ბრუნზე აქვთ ხოლმე სიმძლავრე, ან ძალიან დაბალ ბრუნზე ასე ვთქვათ, კვდებიან და აი სიმძლავრის უკმარისობის შეგრძნება ყოველთვის გვაქვს ხოლმე. ამ შემთხვევაში საკმაოდ მოზრდილი ტურბოაყენია ამ ავტომობილზე და საკმაოდ კარგი დიაპაზონი აქვს, ანუ როგორც დაბალ ბრუნებზე, ასევე მაღალ ბრუნებზე, კარგად დადის ავტომობილი და რაღაცის უკმარისობის შეგრძნებას არ მაძლევს, რომ ცხენის ძალები აკლია, ან თორქი აკლია. 400 ნიუტონი აქვს ამ ავტომობილს, რაც დამეთანხმებით, რომ ნორმალური არის, მაგრამ თუ ვისაუბრებთ იმაზე, რომ აი რამე აკლია თორქის და ცხენის ძალების კუთხით, ამ ავტომობილს ყავს უფროსი მეგობარი, მოდი ძმაკაცი დავარქვათ რა, რომელსაც ქვია კვადრიფოლიო, რომელიც არის V6 ტურბირებული და რომელიც გამოიმუშავებს 580 ცხენის ძალას და არის ძალიან ჩქარი SUV. ასე რომ, თუ ვინმეს გინდათ იტალიური კოხტა, აი ძალიან კარგი ვიზუალის მქონე და ასევე ძალიან კარგი ინტერიერის მქონე ავტომობილი და არ გაქვთ იმის მოთხოვნილება ავტომობილისადმი, რომ იყოს ძალიან ჩქარი, მოიხმარდეს ბევრ საწვავს და რაღაც, შეგიძლიათ იყიდოთ კვადრიფოლიო, მაგრამ თუ ყოველდღიურად სასიარულოდ გინდათ ავტომობილი, ჩვეულებრივი სტელვიო 2-დან 2 ძრავით არის იდეალური. დაახლოებით უკვე 3 საათია ამ ავტომობილში ვზივარ და მინდა აღვნიშნო, რომ ამ ავტომობილს აქვს ერთ-ერთი საუკეთესო სავარძლები. ძალიან კომფორტული არის და ძალიან კარგი მატერიალებისგან არის დამზადებული. ასევე მინდა აღვნიშნო მისი აუდიო სისტემა, რომელიც არის Harman Kardon და ძალიან კარგი ჟღერადობა აქვს. დეშბორდიც ინფორმატიულია, ძალიან სადა არის და კლასიკურ დიზაინში არის ეს დისპლეი, ასე ვთქვათ, გამოსახულება ძალიან კლასიკურ დიზაინს გვაძლევს და ისეც მომწონს. აქ გვაქვს touch screen-ი და ასევე გვაქვს joystick-ი, რითიც შეგვიძლია რომ მართოთ ეს touch screen-ი. ძალიან მომეწონა კიდევ ის ფაქტი, რომ აი ვიღაცა ჭკვიანი ტიპი აღმოჩნდა და გასაღების თემა. აი გასაღების თემა რამდენად მტკივნეული არის ხოლმე. ყოველთვის ისეთ ადგილას ვდებ ხოლმე ამ გასაღებს, ან აქ გდია ხოლმე, ან აქ გდია ხოლმე, ან აქ და აი ყოველთვის ვეძებ ხოლმე რა. აი ხო შეიძლება რომ აი ესეთი რაღაცა გააკეთოს ყველამ და აი ესე იცი რომ აი აქ არის. არც არაფერს არ ამახინჯებს და ძალიან მარტივი არის აი ამის გაკეთება. მოკლედ, ეხლა ცოტა ისეთ მონაკვეთზე ვართ, სადაც შეგვიძლია რომ ოდნავ დავაჭიროთ და ვნახოთ როგორ ივლის. აუ ძალიან კარგად მიდის მართლა.
ძალიან კარგად მინდის. არ მაქვს სიმძიმის შეგრძნება, რომ აი ავტომობილი მძიმე არის და ავტომობილი SUV არის. იმართება ჩვეულებრივი სედანებით, რაც ძალიან მომწონს. გუშინ ნიკამ რო დამირეკა და რომ მითხრა რომ Alfa Romeo-ს ვიღებთო, ძალიან ბევრ ვიდეოს უყურე, ძალიან ბევრ მიმოხილვას უყურე. Alfa Romeo ზოგადად ძალიან ისტორიული ბრენდი არის, ალბათ გეცოდინებათ ყველას, ვისაც ავტომობილები გიყვართ და ვისაც არ გიყვართ. ძალიან ბევრი ინფორმაცია დევს ინტერნეტ სივრცეში Alfa-ს შესახებ და მისი ტიტულების შესახებ. და სიმართლე გითხრათ ძალიან სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი ამ ავტომობილისადმი, მაგრამ აი დღეს რო შიგნით ჩავჯექი, მოვკალათდი ამ კომფორტულ სავარძელში, ხელი მოვკიდე ამ ძალიან ლამაზ და კარგი ფორმის საჭეს, მივხვდი რომ ძალიან სასიამოვნო ავტომობილია და ეხლა დაგემშვიდობებით. ყველას წარმატებებს გისურვებთ და მე კიდე უბრალოდ ვისიამოვნებ ამ ავტომობილით. Speed-ში ძალიან საინტერესო ტესტი ჩაატარე. კი, ეს ეხება Spacer-ებს. კი. მოკლედ, ეხლა რა ხდება? საქართველოში ზოგადად ძალიან ბევრ ადამიანს სანამ ფაქტს არ დაუდებ ხოლმე წინ, არ შეერთ რაღაცეების რა. ამიტომ გადავწყვიტეთ, რაზეც საუბრობთ და რასაც ვაჩვენებთ ხოლმე და ვეუბნებით ადამიანებს, რომ კარგია. დავამტკიცოთ, რომ ეს ნამდვილად კარგი არის. შესაბამისად, ძალიან საინტერესო ვიდეო იქნება. ძალიან საინტერესო ვიდეოს ნახავს ასე ვთქვათ ჩვენი მაყურებელი და მიხვდება ზოგადად ტექნიკურად რა სხვაობა არის კარგი ხარისხის Spacer-ს და Flynet-ს შორის და უხარისხო პროდუქციას შორის. აი, მოდი ბევრი რო არ გავაგრძელოთ, ესეც ვნახოთ ბარემ და მე უკვე სტუმართან ერთად დაგიბრუნდებით სტუდიაში. მოგესალმებით ჩემო ტიუნინგის მოყვარულო მეგობრებო. დღეს ვიმყოფებით Top Speed-ის სივრცეში და გვაქვს ძალიან საინტერესო ტესტი თქვენთვის მომზადებული. ძალიან ბევრი ადამიანი მოდის Top Speed-ში თავისი ავტომობილით, რაზეც აყენია ხოლმე ეგრეთ წოდებული Flynet-ები ან Spacer-ები და ამ ავტომობილებს აქვთ ხოლმე ესეთი პრობლემა, რომ საჭეში იგრძნობა ვიბრაცია, ხან არის ხოლმე შემთხვევა, რომ საბურავით ძვრებათ და მოკლედ ესეთი გავრცელებული პრობლემა არის, რაც გამომდინარეობს თვითონ Spacer-დან ან Flynet-დან. შესაბამისად გადავწყვიტეთ, რომ ასე ვთქვათ, ეს Spacer-ები და Flynet-ები გავტესტოთ, გავჭრათ, გავტეხოთ, ნახოთ შიგნით რა ხდება და შევადაროთ Top Speed-ის პროდუქციას. მოკლედ, აქ გვაქვს წარმოდგენილი რამოდენიმე ტიპის Spacer-ი, რომელიც როგორც ხედავთ არის გატეხილი და არის დაზიანებული. და ყველაზე მთავარი ზოგადად რა არის Spacer-ებში და რას უნდა მივაქციოთ ძალიან დიდი ყურადღება. აქ როგორც ვიცით და როგორც გვინახავს, ყველა Spacer-ს აქვს ეგრეთ წოდებული ცენტროვკა. ცენტროვკას როგორც მოიხსენიებთ. თუ ეს, ასე ვთქვათ, ცენტროვკა არ არის საკმაოდ მყარი და ტყდება მარტივად, შემდეგ ამის გატეხვა იწვევს ავტომობილზე საბურავის დისბალანსს, Spacer-ი და დისკი დარბის აქეთ-იქით და ხდება ესეთი რაღაც. როგორც გითხარით, ეს არის ეგრეთ წოდებული ცენტროვკა, რომელიც აღარ არის დარჩენილი და აი კადრშიც გაჩვენებთ. გაქრა საერთოდ. ეხლა ამის შედარებას გავაკეთებ მე Top Speed-ის Spacer-თან და ნახოთ, რამდენად სქელია. და ცოტა ჩაქუჩითაც დავეთამაშოთ ჩვენი რამიდის. მოკლედ, ეხლა მე თქვენ გაგაცნობთ ზურას და ზურა დაგვეხმარება პატარა ტესტის ჩატარებაში და ზურა არის ის ადამიანი, რომელზე მეტი Spacer-ი მე მგონი რომ საქართველოში არავის არ ექნება საერთოდ დაყენებული. ზურა, თუ შეიძლება, როგორ ახარ პირველ რიგში? მივესალმებით მაყურებელს. მოკლედ რამდენად ხშირი არის ესეთი Spacer-ებით, რომ მოდიან ხოლმე შენთან ავტომობილზე? ძალიან საკმაოდ ბევრი მანქანაზე ყენებიათ და უყენიათ, ასე რომ ითქვას, მსგავსი Spacer-ები, Flynet-ები და დღეში 3 მანქანა მინიმუმ მაინც არის, რომელსაც უყენია ეს. და მოხსნის დროს, მოხსნის დროს თავისუფლად ტყდება მარტივად.
კარგით, მოკლედ ახლა მე და ზურა ჩავატარებთ პატარა ტესტს და აი როგორც ეს სპეისერები არის კატეხილი, ასე ვთქვათ, გვაქვს საღი სპეისერებიც და ნახავთ რამდენ ჩაქუჩის დარტყმას გაუძლებს ასე ვთქვათ. ამ ტესტში დაგვეხმარება ეს ჩაქუჩი თუ როგორ გაუმკლავდება ან გაგვიტეხავს თუ არა ამ ფლიანეთს. მე მგონი პირდაპირ ჯობია რომ რთული გამოცდა მოუწყოთ და ცუდი ვარიანტი არა. ამით ვცადოთ. თუ გინ შენსად? მოდი შენ დაარტყი. თუ ვერ გატეხე ორ დარტყმაში. მე უკვე მევცდი. კარგი. აბა. ოღონდ ცოტა მოერიდეთ. ცოტა მოვერიდოთ. მოკლედ ზურამ პირველივე დარტყმაში ესე გაანაწევრა. ეხლა უკვე ჩემი ჯერი არის და მეც ვცდი, ასე ვთქვათ, რამდენად მარტივად გამომივა მისი გატეხვა. მარტივი. სიმართლე გითხრათ, დიდი ძალისხმევა საერთოდ არ დამჭირვებია. ძალიან ლაითად დავარტყი და როგორც ხედავთ, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ესეთი რაღაცა მოსდის. ეხლა კი ყველაზე მთავარი ტესტის ჯერი არის, ასე ვთქვათ. ეს არის top speed-ის ფლიანეთსი და ზურა, მოდი შენ დაგითმობ მაშინ. და მოდი შენ ცადე. ინებეთ ბატონო, თქვენი ჩაქუჩი. ოღონდ ცოტა მომერიდეთ. ეხლა ცოტა უნდა მოვერიდოთ აქ რაღაც. აი, ერთი დარტყმა არაფერია, მოდი კიდევ ვცადოთ. მეორეც ვცადოთ. მოდი, მესამეც ვცადოთ. მესამე თუ გინ შეცად? კაი, მოდი, მესამეს მევცდი. და მე მგონი ტესტიც ჩაბარებული იქნება. ვინაიდან და რადგანაც top speed space-ზე ვერაფერი ვერ მოუხერხეთ ჩაქუჩით, გადავწყვიტეთ რომ გავჭრათ და ვნახოთ მისი შიგთავსი. მოკლედ ზურა, კარგად იწვალე. საკმაოდ იმდენად რომ დახმარებაც კი მჭირდებოდა. ეხლა მინდა რომ ეს ვაჩვენოთ ჩვენს მაყურებელს რა განსხვავება დაპრესივ ალუმინს შორის და ყიფე ალუმინს შორის. კი, საკმაოდ ცხელი არის. აი ეს სხვაობა არის მეგობრებო, ეგრეთ წოდებულ ნაწრთობ ალუმინს და ყიფე ალუმინს შორის. დანარჩენი არჩევანი თქვენთვის მოგვინდია. მშვიდობებით. დროებით. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან პროფესიონალი ავტომობილები, მამაშვილი არჩილ და ანზორ ბიზნესშვილები. მადლობა ძალიან დიდი სტუმრობისთვის, დროის გამონახვისთვის. გვიხარია ჩვენ სტუდიაში რო გხედავთ. ბატონო არჩილ, სულ თავიდან დავიწყოთ. საიდან გაჩნდა ავტოსპორტის სიყვარული თქვენ ცხოვრებაში? ავტოსპორტის სიყვარული გაჩნდა 30 წლის რო ვიყავი ალბათ მანდედან ცოტა გვიან, ხო? გვიან, ანუ რა, ანამდე ჭიდაობდი ჩემთვის, გარს მანქანით პროსტა კი მოძრაობდი, მაგრამ რო გითხრა რომ აი ესე მაგრა დავდიოდი და რაღაც, არ ვიცი, დავდიოდი ჩვეულებრივ, როგორც დავდიოდი რა. და 30 წლის მერე რაღაც სამოყვარულო შეჯიბრი რიყეზე ტარდებოდა ხოლმე რა, ეხლა ისინი უაყენია რაღაც. ხო, ხითა. რიყეზე მან ტარდებოდა ხოლმე და გამოვედი რაღაც Nissan Primer-ით პირველად რა, მაშინ მოვიწამლე, მესამე ადგილზე გავედი. ფიგურა ის იყო, სლალომი იყო რა, ფიშკები რა. ეს უფრო მევლუდა მომწამლა მაშინ, ერთად ჭიდაობდით, ერთად მოვდივართ მაინც, იმაზე ერთად ვიზდებოდით რა ჭიდაობაში და ეგ უფრო ადრე ჩაერთო რა. მითხრა მოდი და აი მივედი და გავაგზელე მე ნელა რა ვიცი. მე გადავედი წრიულ ბოლებზე და გავაგზელე და დღემდე ვარ მაგ სპორტში და რა ვიცი, ალბათ რა ვიქნები სანამ მომდევს ფიზიკური ძალა, ხედველობა, სმენა, ყველაფერი უნდა. პრინციპში 53 წლის ვარ და რა ვიცი, დავდივარ, მე მგონი ჩაინიკი არა ვარ, გონი, ესე მგონი. არ სამოვარი. ბატონო, აი რო გადახედოთ, ეხა ცოტა ძველ წლებს. კონკურენცია
როგორ, ანუ უფრო უკეთესი იყო წინა წლებში თუ ეხლა უკეთესი არის და აი რამდენად გაიზარდა ავტოსპორტი წლების განმავლობაში? ის პრინციპში კი იზრდება რა ეს ავტოსპორტი რა, უფრო რასაც უყურებ, უფრო დრიფტისკენ არის წასული, უფრო ბევრი მონაწილეა იქ, უფრო დრიფტის მანქანები უფრო მეტია. ჩვენთან ვიდრე დაუშვათ აღმართის დაძლევის, აღმართზეც დავდივარ, პარნებზეც დავდივარ, წყვილთარბოლებზე. ისეთი ის არ არის, როგორც დრიფტზე რა ვიცი, ვითარდება, კი, ახლა წრიული რბოლაც ჩაერთო. რაღაცა პერიოდში ვიღებდი მონაწილეობას ლეგენდებში რა წლები რა, ერთი 3-ჯერ თუ 4-ჯერ ვარ მეგონი საქართველოს ჩემპიონი რა, ლეგენდებში. მე ის გაჩერდა ეგ თემა. ეხლა წამოვიდა ეს ფემები, ახალგაზრდები არიან ჩართული, პრინციპში ანზორიკოც შეიძლება მომავალი წლიდან ჩავრთო მან, იმიტომ რომ ყველაზე კარგი სანახაობრივი მაინც წრიული რბოლა, აღმართის დაძლევაზე რო გითხრა ეხლა ცოტა საშიში არის მაინც, რომ იმ ხეებში და ტრიალვინდორზე მიდიხარ დიდი სიჩქარით, ეხლა ბოლოს მით უმეტეს დიდგორზე რო იყო, ძალიან დიდი სიჩქარეები იყო მანდ რა. საშიში არის პრინციპში. ყველაზე უსაფრთხო მაინც ტრეკი არის ლილო არენა, რუსთავის ავტოდრომი, სადაც შემოღობილია, სადაც გაღობილია. და კარგია რომ მანდ იწყებენ ეს ახალგაზრდები და მანდ ხარჯავენ თავის ენერგიას რა. და ანზორიკოს მანდ გამოდის. ეს ლილო პრინციპში დამწყებებისთვის არის უფრო რა. თორე აი ჩემთვის მაგალითად აი ცოტა ის არის რა მაინც რა ნელია რა მეორე მესამეთი რო დადიხარ არა ისეთი რა რუსთავის ავტოდრომი სხვა არის რა აი კოტეტას გზა მაგალითად ცოტა დიდი სიჩქარეა მე მთლიან ტრეკზეც კიდე უფრო დიდი სიჩქარე და ის სხვა ის არის რა შეგრძნება რა აი ავტომობილის მომზადების კუთხით რამდენად განსხვავდება ლილო არენასთვის რომ მომზადო ავტომობილი და მე რუსთავის ავტოდრომისთვის. პრინციპში ლილო არენაზე რა ძალიან ისეთი გადახრილი გზებია და აღმართი და დაღმართი რომ მაგ ლილოს ტრეკმა მანქანა კარგად გამამზადებინა რა. ნუ მანდ გამზადებული მანქანით მე აღმართზეც დავდივარ და თვითონ რუსთავის ტრეკზეც დავდივარ და სხვათა შორის ისე რომ დრო კაი დროებია რა. აი მან გამზადებული რა. აი ძალიან ისეთი რელიეფია მან. ყველაფერი ხო, მოსახვევში პირიქით გადახრილი პირიქით არის რა, ანუ რა. და მან გამზადებული მანქანით უკეთესად პირველი ავტომობილი რა იყო თქვენი რითიც სპორტული ავტომობილი რომლითაც მოხვედით ავტოსპორტში? სპორტული გამზადებული სპორტული Honda Civic იყო პრინციპში რა. გოგლიკას მანქანა იყო, რალის დადიოდა ხოლმე, ხონებული დაიღუპა. და მაგისგან ვიყიდე მე ექსპორტული მანქანა დადუგული, ლურჯი მანქანა Civic და თურმე ესეთი მაგარი რომ იყო არ ვიცოდი რა და დღესაც ეგ მანქანა გამერეგის გავყიდე რაღაც მე სხვა ყავდა კიდე ცოტა შემდეგი მოდელი ვითომ ეკაკუზაო მაინც ამას დაუბრუნდი რა თურმე მაგარი მანქანა მიყიდია თავიდანვე რა თორე ისე ჯიგულზე ვისწავლე ტარება ვაფშე რა 06-ზე 03 მოტორზე ვაფშე მაგით დავქროდი რა ბატონო მარჩილ აი თქვენი შვილი იღებს მონაწილეობას პროფესიონალურ შეჯიბრებებში ხო აი როგორ უყურებთ ამ ყველაფერს გინდათ რომ გაყვეს რისკები რო არის საფრთხეები რო არის ანუ ამის შიში თუ გაქვთ პრინციპში მან უსაფრთხოდ ხარ რა უფრო რა არა დიდი სიჩქარე მაინც რა იმაში რა ქვია ლილოზე რა და რუსთავში კიდე რუსთავში თუ მიიღებს მონაწილეობას იქ დადუგული მანქანით ივლის და იქაც უსაფრთხოდ იქნება სპეციალური ფორმა გაცვია შლემი ჰანსი გიკეთია და პრინციპში ისეთი ასაკია რომ უნდა დაიწყონ 14 წლიდან და ჩაერთონ უკვე რომ ეს თაობა მოდის უკვე რა სხვა თაობა რა იმიტომ რომ წვეტა იყო რა იყო რუსთავის ავტოდრომი დოსააფი იყო და იმის მერე გაწყდა რა არაფერი აღარ ხდებოდა რა და ეხლა ნამდვილად წინ და წინ მიდის რა რომ ეს ახალგაზრდები სტარტზე არ ვიცი 1-30 მანქანა იყო მე მგონი რა 20 მანქანა რა იმას წრიული ბოლოზე რა და აი საკმაოდ თვითონაც სიამოვნებას იღებ ხო სიამოვნებას თუ როგორ ახარ შენ იღებ სიამოვნებას და ის მანქანაზე რო ზიხარ და მანქ შეჯიბრებზე რო გამოდიხარ უკვე სხვანაირი სიამოვნება განიჭებს მანქანა
ანუ სპორტული აქტივობებით თუ ხარ კიდე დაკავებული გარდა ავტოსპორტის? კი, ფეხბურთით და ჯიმში დავდივარ დღე გამოშვებით. აი ვარჯიშზეც კითხავთ, რამდენად მნიშვნელოვანი არის ვარჯიში, ხო, ფიზიკური მომზადება რბოლელისთვის? ძალიან მნიშვნელოვანია ფიზიკური მომზადება, იმიტომ რომ მანქანაზე როზი ხარ და 90-ი და 30 გრაუდში ან უფრო დიდ სიცხეში რომ ატრიალურული არ არის ეგეთი მარტივი და ბევრი წრე რო არის მით უმეტეს ეხა წრიული რბოლები რო არის BMW-ებით ძალიან ძნელია მაგდენი წრის დარტყმა ისეთ დიდ სიცხეში. კომბინეზონი ჩაფხუტი, ის დახურული შუშები, ხო, საკმაოდ რთული და ისეთი. აი სწავლას როგორ უთავსებ ამ ყველაფერს? სწავლას ცოტა ვიკოჭლებ ხოლმე, რა. არ გაქვს ხოლმე შეზღუდვები სახში რამე, აი თუ არის სწავლი, არ გაგიშვიათ. ძალიან შეჯიბრზე გაშვებაზე ეგეთი არაფერი არ მქონდა. მაქსიმალური ხელშეწყობა გაქვს, რაც მთავარია. რამდენი წლის იყავი რომ დაიწყე? აი პირველი შენი შეჯიბრი როიარე? 5 წლის ვიყავი პირველად ლეგენდრების შეჯიბრი რომ ნახე და მაგის მერე რო უყურებდი ლეგენდრების შეჯიბრს გამიჩნდა სურვილი რომ მეც მინდოდა რომ მე არა ის წეული რბოლები და ლეგენდრებით მეც მე არა. მაგრამ შემდეგ აღარ იყო უკვე ლეგენდრები მორჩა მე როცა ჩავერთი ამ სპორტში ვიყავი 11 წლის. პირველი მანქანა რაც ყავდა Honda იყო Civic-ი 1 და 5. ყველაზე ძაღლი მოტორი და მე მივახციე რამდენიმე შედეგს და მე გავაქცევი და გავყევი ესე სპორტს. შენთვის საოცნებო ავტომობილი რა არის, რითიც იულიდი შეჯიბრს, აი ესე რომ გიხარია ბოლომდე რა. აი 911 ალბათ. Porsche ხო? ხო. აი ყველა მაინც იქ გადის. ყველაფერი მაინც Porsche-ზე გადის. აი მოდი ახლა მე ესეთ კითხვას დაგისმევ. 911-ები მე ბახსოვს კოტეტაზე ძალიან ბევრი, მაგრამ მაინც რატომღაც გააჩნია ვინც ის რულ. რულზე პრინციპში ახლა ვინც იჯდა ნორმალურად დადის რა, შაკო იჯდა. თვითონ მანქანა არ იყო ისე მომზადებული და როგორც ვიცი, ითხოვა ეგ მანქანა და გამოვიდა პირდაპირ რა. ხო, მომზადებული უნდა იყოს, თორე მაგარ ადგილას უყენია ძრავი ძალიან, მაგრამ ადგილიდან დანაკარგი არ აქვს, მოსახვეშიც უხვევს და რა ვიცი, ყველაფერს აკეთებს რა. მაგარი მანქანა Porsche ყავთ გამწარებული. ერთი მეორეზე მიყოლებით. აი არ ვიცი. ძალიან ბევრი ხუმრობს ხოლმე მარტო. ვიღაცა რაღაცაზე Honda-ზე რო იტყვის, ეგრევე on-board უკვე Porsche-დან გადაღებული რო არის, რო ვერ ეწევიან. აი რატო არის ეს Honda ესეთი, რომ აი ესე კარგად დადის, ესე კარგად იმართება, ესე მარტივად კეთდება და ნუ ამწლოვანების ავტომობილი არის, ხო ფაქტიურად Edge და Integra არის 90-იანების ავტომობილი და დღეს უკვე 2025 წელი არის და დღესაც ეს პლატფორმა სოფლიოს მასშტაბით ესეთი ცნობილია. ცნობილი პოპულარულია. აი ვევკაც მყავდა ცოტა ხანი ჩამოვიყვანი ამერიკიდან რა. 2020-იანი იყო თუ რაღაც რა. 320 ხენი ზალიანი, მაგრამ ვერ ვისიამოვნე, ანუ მაინც სიჩქარიდან სიჩქარეში რო რთავ ეს ტურბინიანს, მაინც რაღაც ლაგი აქვს, რაღაც არა გასრო ვაწვევი იმ დროს არ აწვება ეგ ცოტა ადრე უნდა დავაჭირო რა, ანუ ლეგენდაზე იყო ხოლმე ეგრე რა, კარბურატორიანი რო იყო, ვიცოდი რომ გასრო დავაჭერდი ჯერ ესე უნდა ექნა რაღაცა და მე ამოესუნთქა და ძალიან ადრე ვაჭერდი გასრო ზუსტად იქ უნდა დაგემთხვა რა, ეგეთი თემაა რა და ტურბინიანი მანქანა არ არის რა მაინც მაგისთვის რა. კი შეიძლება ანტილაგი ჩაიწეროს რაღაც ის, მაგრამ მაინც მაგდენწრებს შეიძლება ვერ გაუკაჩოს რაღაცები უნდა დაუყენოს ისეთი რადიატორები რაღაც ზეთის და გამაგრილებელი და ისე რომ ანუ ვე რა უფრო ატმოსფერული არის და ეს K24 რო გაამართლა ამ Honda-ებში, არ ვიცი 2 წელია დავდივარ ახლა იმ ძრავით. ეხლა Civic-ში კი გავაძლიერე და Integra-ში გადავდე, არ ვიცი, გააგზელებს კიდე იზრავი რამდენი ხანი ივლის მაინტერესებს რა. ის არის ქარხნული ნაწილებით აწყობილი თვითონ შიგნით რა. ცოტა ახალი 2014-იანი მოდელი Civic-დან ჩაყრილი მაგის Porsche-ნები, შატუნები, გალოვკა 2.0-ის. მარტო გამსვლელი არ არის ქარხნული მაგისი და გამსვლელი აყენია თავიდან ბოლომდე და შემსვლელი ჩვეულებრივი ქარხნული აყენია რა და მუშაა რა. მოსახვევშიც არ ვიცი, უხვევს რა ეს Honda უხვევს. არა ნორმალურად სადაც შეიქმნა Honda, მანდაც იაპონიაში სადაც შეიქმნა, ვინც შექმნა Honda, იქ ეს ამბობდა და იყო ადრე ლაპარაკები, ნახე სადაც ჩანაწერები, რომ
ყველაზე მარტივად გასამართი იქნებოდა და ყველაზე კაი კუზოვი იქნებოდა AJ6 რაც არის რიცის გამო. და ამართლებს ამ ყველაფერს. ბატონო არჩილ, ეხლა მინდა ვისაუბროთ ფინანსებზეც. აქ დრიფტერები რო ყავდნენ ადიან კოლოსალურ თანხებზე. მანქანის მომზადების, შეჯიბრის სიარულის და ამ შემდეგ. აი ჩვენთან წრიულ რბოლაზე თუნდაც ლილო შეჯიბრებზე დაახლოებით რა შეიძლება დაუჯდეს ადამიანს ერთი შეჯიბრის სიარული. ну პრინციპში აი სეზონი რო იწყება რა ახლა კალოტკა კერამიკა უნდა დააყენო აუცილებლად რა მე რა სუპორტებიც მიყენია და თუნდაც სხვა სუპორტი ეყენოს ალფა რომეოსია ჩემი სუბარუ პრინციპი ერთია რა $320 ღირს იმაიზე წინა კალოტკა უკანა $220 ეგ მარტო კალოტკა რა საბურავით გინდა აუცილებლად ახლა ლილოზე რაც გვიყენია პოლუსლიკები სადღაც €250 ეგრე სადღაც ეგრე ღირს ცალი რა ერთი ცალი რა 4 ცალი 6 ცალი მაინც გინდა რა მაგრამ მე ცოტა მეტი მინდა იმიტომ რომ ჩემი შვილების გამოდიო რა გე და ნასტროიკა მე რა ნასტროიკა ახალგაზრდა ბიჭიერმა ბიჭმა გამიკეთა ერნესტი ბაბაიანო რომ მართლა მაგრა დადის რა ის მანქანა რა არ ვიცი კარგად დადის ძალიან დიდი თანხა არჯდება ეს პარნები და ისინი მე აღმართსაც დავდივარ რა და ეხლა 1200 ევრომდის არა აღმართზე რომ დავაყენო ეხლა მე კიდე ბორბალი რა ანუ ის სუპერ სოფტი რომელიც ცალი ღირს €500 მიშელინი რა რომელიც არის უძლიერეს ეგრევე მუშაობს ადგილიდან აღარ ვიბუქსავებ რა ეხლა ყველაფერს ვაბუქსავებ ანუ ამ პოლუსლიკებს რაც არის აქ ლილოზე დაშვებული მე მაგით გამოდივარ ხოლმე აღმართზე რა რომ აი ფინანსურად ცოტა ისე ვიყო რა კი კლასში კი ვიგებ ჩემ კლასში არც დიდი კონკურენცია პრინციპში არ არის 15 მონაწილე ვართ იქ მაგრამ ჩემთან 3-დან 0-მდე ვარ და სულ 3-4 მანქანა ვართ მეტი არ ვართ რა 5 რა მეტი არ არის ჩემთან რა ну აბსოლუტურში მესამეზე ვარ ახლა რა აღმართის დაძლევაზე და ნაკლებია კონკურენცია რა ახლა აქ ვინც არის მომზადებული აღმართზე ყველაზე მაგრა არის ანუ მძევლური. მაგას უყენია ეგბორბლები, მანქანაც ჩქარი ყავს და გოგა დადის კიდე არჯევანიძე, მაგრამ არა მომზადებული გოგა, ჩვეულებრივ გამოდის, რავი, რა ბორბლებიც აქვს, ძველი რაც უყენია, მაგებით დადის რა და მეც პრინციპში ამ პოლუსლიკებით და ხან რას ვაყენებ რა. თორე წესით აღმართზე სხვა ბიუჯეტია რა, ეგბორბალი გინდა უეჭველი რა და პრინციპში ერთი 5 ეტაპი არის სადღაც რა და ამ 5 ეტაპზე პრინციპში 6 ბორბალი რო ანაცლო უკან არა არც ვითავს ხონდა მარტო წინ ვითავს რა სადმე საზღვარგარეთ თუ აპირებთ შეჯიბრზე რო გავუშვათ ანზორი ჯერ საქართველოში თავარი არის აქ გავიმარჯვო მე რა საზღვარგარეთი არის მერე და მერე აქ შენ ქვეყანაში უნდა იყო გამარჯვებული რა და აი ვინც იმარჯვებენ იმათთან ერთად უნდა იბრძოლო რა და მერე უნდა წახვიდე რა ჯერ მაგაზე რავი არ ფიქრობთ რა იმიტომ რომ ჯერ აქ უნდა გახდეს აქ უნდა გაიმარჯოს და მე უნდა წავიდეს საქართველოს სახელით სად. ეხლა რამდენი შეჯიბრი აქვს მოგებული? აი ჯამში. წინა წელს სულ ჩატარდა 6 თუ 7 ეტაპი. მაქედან 4 გავიმარჯვე და დანარჩენი მეორე მესამე ადგილი დავიკავე. მაგარი შედეგია ძალიან. 14 წლის პრინციპში 13-ის იყო თუ რომ რამდენი მაშინ მეორეზე რო გახვედი ღლონტმა რომ მოგიგო. ანუ ან ირაკლი უნდა ყოფილიყო 12-ის იყო. 12-ის. გიგას გამოდიოდა მაშინ რაღაცა გაუფუჭა თუ რაღაც და აი მე მინდა მაგაზე კითხოთ. გიგას არა ისე სასაულად 1 და 5-ით. არანორმალურია ხო გეუნები. ანუ პილოტი არა ნორმალური თუ მე გამომზადე როგორ არის აწყობილი მე გამომზადე მანქანა 1 და 5-ით რავი ლეონასაც მოვუძე მე მიგო აუ გავაგიჟა მაგრამ სოს გიგას ონბოარდი რუსთავის ტრეკზე რო არის გადაღებული 1 და 5-ით როი არა მე მგონი გიგას რეკორდი არის მაგ კლასში 1 და 5-ის კლასში გიგას აქვს რეკორდი კი რაღაც აი თავისი ისენი ქონდა მაგასაც კი რაღაც იცოდა მანქანა როგორ გაი პირველად ეხლა მაგის განვახე საბურავის უყუღმა აყენებდა მეთქი რატო აყენებ უყუღმას აუ მე მიხსნი და ეს ბორბალი ესე დახრილი რო გვაქვს 5-შიო რა აი ისო რაც არისო რაზეც დადისო რაზეც ვატორმუზებთო და რაზეც ვხარდებითო ისო მეტი უფრო მეტი საბურავის ის რა აქვს გარეთ პაკისკებს რა საბურავის რა ამაში ეტრიალში გინდა აყენა რა და გაამართლა პრინციპში კოტეტაზე მეც ეგრე უყუღმა მეყენა წინასე რა ნუ რაღაც აი ხრიკები არის ხო ნუ რაღაც მოყამები აქვს თავარია ის იცის სად დააჭიროს გაზი ეგ არის რა სად
გაუხსნა და სად დაამოხრუჭა. არც ადრე უნდა მისცე, არც გვიან რა. ზუსტად სვავს აკეთებს სმენაც უნდა გქონდეს რა, თან რომ უცმენდი. და ამ წელს მეორე ლიგაში პირველი ადგილი მაქვს ჩემპიონატზე, საქართველოს ჩემპიონატზე მეორე ლიგაში პირველი ადგილი მაქვს. ძალიან მაგარი შეგიძლია. ვისთან ერთად დადიხარ, ეგეც ვითხარი? ვინები არიან ჩემ კლასში? ჩემ კლასში არიან აი ბანანაშვილი მომყვება 65 ქულით წინ ვარ ბანანაშვილზე. მე მოდის ბაბაიანი გამოეთიშა ბაბაიანს არულია მესამე ადგილზე იყო და გამოეთიშა და ეხა დაემატნენ კიდე ახლები რა ილია ბერიძე დაემატა მეორე ლიგაში არა ბევრი რატო გამოეთიშა კიდე რა ეხლა აი ეს მაყუჩების გამო რა ვერ მოყავს ევაკუატორზე უნდა დაუდო წამოვიღო მე უკან წამოვიყვანო რაღაც და ეხლა ინტეგრაც მეც ნაკლებად გამომყავს რა გადაკეთებული კი მაქვს, მაგრამ ჩუმია ხმა არა აქვს რა. რეზონატორიც მიყენია და ბაჩოკის. ჩვეულებრივი ჩუმი მანქანა, მაგრამ მაინც არ გამომყავს რა და ჩვენც ველოდებით აი იანვარში დაგვკვებდნენ უკვე რომ იავრამდე შეიძენენ. გადაკეთებულზე არ უნდა იყოს რა, ხმა არ უნდა კონდეს რა. არ უნდა კონდეს. მეც აი მივესალმები მაგას, ქალაქი დაწყნარდა, ცხოველები, ჩიტები რამე დაბრუნდნენ ქალაქში შემოვიდნენ. იმედია ყველაფერი დაალაგდება მაგ ჩემთან ტურები ჩამოდიან კიდე ხო ცოტა ერთი ორ სპორტული ჩავაჭერ ხოლმე რომ ცოტა მეთქი ადით წელი სპორტულ ცოტა ხმა აქვს მაინც რა კი ძალიან დიდი მადლობა ენიცვალ სტუმრობისთვის მობრძანებისთვის ძალიან გაგვიხარდა თქვენი ახალვა წარმატებებს გისურვებთ თქვენს წარმატებით თქვენ გადაცემას წარმატება და გასულიყო სპუტნიკზე ორბიტაზე დღეს ჩვენი გადაცემის სტუმრები იყვნენ პროფესიონალი ავტომობილები ბატონი არჩილი და ანზორ ვიძინაშვილები დღეისათვის სულ ეს იყო მომავალ შეხვედრამდე